მოგესალმებით. თქვენ უყურებთ საფერავი ტივისა და მომავლის ფერმერის ერთობლივ პროექტს მეცხოველეობის შესახებ ყოველკვირეულ გადაცემას ფერმერის ხმა. მე რუსუდან გიგაშვილი ვარ, გადაცემის ავტორი და წამყვანი და ამავდროულად მომავლის ფერმერის ხელმძღვანელი. როგორც ირკვევა, თაფლის პროდუქტია, რომელმაც თხილისა და ღვინის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე შეიძლება გზა გაგვიკვალოს. ევროპელი მომხმარებელი სულ უფრო აქტიურად იყენებს ბუნებრივ დამატებულად თაფლს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება თაფლზე მოთხოვნა საშუალოდ ყოველწლიურად 6%-ით. თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ვერ აწარმოებენ იმ რაოდენობით თაფლს, რაც მათ სჭირდება და დაახლოებით მოხმარებულის 55% სხვა ქვეყნებიდან შეაქვთ. თუმცა ვიდრე ჩვენი თაფლი აღმოჩნდებოდეს ევროკავშირის ბაზარზე, იქამდე სხვა ქვეყნებში და სხვა საექსპორტო ბაზრებზეც დაიმსახურა ჩვენმა თაფლმა მოწონება, მათ შორის ჩინეთშიც და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. დაახლოებით საქართველოში დღეს 50,000-მდე ადამიანია, რომელიც ჩართულია და მისდევს მეფუტკრეობას. მათი უმრავლესობა წვრილი ფერმერები და საოჯახო მეურნეები არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ისურვებდნენ ჩვენი თაფლის მოხვედრას, რა თქმა უნდა, თუმცა შორეულ პერსპექტივად მიაჩნიათ მათ ეს ყველაფერი. რა პრობლემებს აწდებიან დღეს ქართველი მეფუტკრე ფერმერები და საოჯახო მეურნეობის წარმომადგენლები, რამდენად პერსპექტიულად მიაჩნიათ ჩვენი თაფლის ევროკავშირის ბაზარზე შესვლას, დღეს ამ საკითხების შესახებ ვისაუბრეთ ორ სტუმართან. ორივე სტუმარი დღეს ქალბატონი იქნება. პირველ ნაწილში ჩვენ გვეყოლება ფერმერი ასურეთიდან, ქალბატონი ნანა გოცირიცე, რომელიც 20 წლის განმავლობაში ემსახურება ამ დარგს ერთგულად და ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი ფერმერებისთვის, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ გვეყოლება დარგის სპეციალისტი, მომავლის ფერმერის კონსულტანტი, ბიოტექნოლოგი, ქალბატონი თამარ ბოსტაშვილი, რომელიც 12 წელია ურთიერთობს მეფუტკრე ფერმერებთან, ყოველდღიურად გასცემს კონსულტაციებს, უტარებს ტრენინგებს და მასაც ძალიან ბევრი აქვს დღეს მაყურებლისთვის სათქმელი. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე კონკრეტულ კითხვებზე გადავიდოდეთ, ჯერ გავაცნოთ მაყურებელს, ვინ ხართ თქვენ, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა, რატომ დაინტერესდით მეფუტკრეობით, გააცანეთ მაყურებელს თქვენი თავი. გამარჯვებათ, მოგესალმებით. 20-25 წლის უკან ჩემი მამა მისდევდა ამ დარგს. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახში დარჩა გარკვეული რაოდენობის ფუტკარი. ოჯახში არავინ არ იცოდა მოვლა მამის გარდა და მე გადავწყვიტე დამიმთავრებია ერთწლიანი კურსები ქალბატონი მენერას, ბუდუმ რუსიძის, იროდი მულაძისა და ასე შემდეგ. იმათმა დამაკვალიანეს ყველა ამ საქმეში 1 წლის მანძილზე პრაქტიკული საქმიანობა ბატონმა ბუდუმ შემასწავლა. ფაქტიურად ყველაფერის რაც კი ვიცი ბატონი ბუდუმ რუსის დამსახურებაა და მე დავიწყე ასე ვთქვათ 10 ძირიდან გავხადე 35 ძირი ფუტკარი, რომელსაც დღეს ფიზიკურად პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები უვლით. ფუტკარს არა მარტო მოვლა და ყურადღება უნდა, არამედ უამრავი პატარა ბავშვით მოვლა და მას სჭირდება დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები, მას სჭირდება მომთაბარეობა, მას სჭირდება უამრავი ისეთი საქმიანობა, ასე ვთქვათ 24 საათის განმავლობაში მეფუტკრე ფუტკართან უნდა იყოს, თუ უნდა მას ძლიერი და კარგი ოჯახები ჰქონდეს. თქვენ ითვლებით, რომ აი თქვენს მხარეში ერთ-ერთი წარმატებული ფერმერი ბრძანდებით, აი რა გახდა თქვენთვის წარმატების მთავარი ასე ვთქვათ გასაღები და რა ფორმულით იარეთ აი ზუსტად ის შრომის მოყვარეობა, ფუტკრის სიყვარული. თქვენ ბავშვობიდან უყურებდით პრინციპში და როგორ უვლიდა მშობელი და შემდეგ მამის სიკვდილის შემდეგ გავაგრძელე ეს საქმიანობა და ეხლა ვცდილობ თუ ვინმე ახალგაზრდაა ჩემს სოფელში ახლობელია, ნათესავია თუ მეზობელია, ყველას ვეხმარები, იმიტომ რომ მათ ეს სფერო შეისწავლონ, რადგან ჩემს რაიონში აი 20-30 წლის უკან განსაკუთრებულად მისდევდნენ ამ დარგს და ერთ-ერთი ოჯახის ერთ-ერთი სარჩო იყო მეფუტკრეობა, ისე თაფლი. თან ეკოლოგიურად სუფთა რაიონი, არანაირი ფაბრიკა, ქარხნები არ არსებობს. და ძალიან მაღალი ხარისხის. ანუ გაქვს პერსპექტივა, რომ ფაქტობრივად ბიოთაფლიც კი აწარმოოთ თუ კი. ბიოთაფლს ვაწარმოებდით ნამდვილად და დღესაც მე ვცდილობ. აი პირადად მე მხოლოდ ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით ვხმარობ იმ პრეპარატებს, რომელთაც წამლავ ამ ფუტკარს
დაავადების საწინააღმდეგოს და აი ღალიანობის პერიოდში ვცდილობ რომ ეს პრეპარატები საერთოდ არ გავაკარო რომ ეს ქიმიური პრეპარატები არ მოხდეს თაფლში. ეს ანტიბიოტიკების თემა საკმაოდ მტკივნეულია და ცოტა გვიან შევეხოთ აი თქვენთან უბრალოდ საფუტკრეში როდესაც ვიყავით ჩვენ ნახეთ რომ განსხვავებულ პროდუქტსაც აწარმოებთ რომელიც მინდა რომ მოუყვეთ მაყურებელს და მაყურებელს აქვს საშუალება კადრებში იხილოს ზუსტად ქალბატონი ნანას საფუტკრე როგორ გამოიყურება ეს არის მის მეურნეობა თეთრი წყაროში სოფელ ასურეთში ძირითადად ეხლა გარდა იმისა რომ ვიღებ ამ ნატურალურ თაფლს ეკოლოგიურად სუფთა თაფლს მე ამ თაფლს ვხმარობ საკუთარი ვაშლის დიდი ბაღი მაქვს სადაც 5 ტონა ვაშლი მომდის და ვამზადებ სხვათა შორის ვარ აწარმოებს საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული გავაკეთე ბიზნეს პროექტი ისეთი რომ გავიმარჯვე ესე იგი თაფლით ვამზადებ ვაშლის ძმარს ეს საკმაოდ ნოვაციური პროდუქტია რამდენად გამოძახილი ჰქონდა და რამდენად წარმატებით იყიდება წარმატებულად იყიდება პირველი გამსაღებელია ეს მეფუტკრეობის მაღაზიებში ვაბარებ რადგან თაფლიდან არის წარმოშობილი ანუ სულ სხვა სასარგებლოთვის ანუ ზოგადად ვაშლის ძმარი ითვლება რომ არის ბევრი დაავადებებისთვის და პრევენციისთვის სასარგებლო ძირითადად სამკურნალოდ ხმარობენ ამ ჩემს დამზადებულ ვაშლს აი რაში გამოიყენება კონკრეტულად მაინც რომ თუნდაც წნევიანებისთვის აი თუ ელემენტარულად ბავშვი თუ ატკივდა ყელი ან მოზრდილს შეუძლია მან თბილწყალში ერთი სუფრის ყოვზი ვაშლის მარი ჩაასხას გამოივლოს სავლებად და 3-4 გამოვლების შემდეგ ყელის ტკივილი 100% თუ არა 80%-ით უმცირდება. ეს ფორმულა, დამზადების ფორმულა თქვენს მამისგან გერგოთ თუ თქვენ თვითონ არა, აი ეს დამზადების ფორმულა სიმართლე გითხრათ არსებობს სამედიცინო წიგნები, სადაც უამრავი რეცეპტურა წერია და მათ შორის ვაშლის ძმის მომზადება და თაფლის გამოყენებით. აი აქ ყველაზე უფრო დიდი ხაზგასმა იმითია, რომ თაფლით რომ მზადდება ეს ვაშლის მარი, ჩემი ვაშლის მარი, ამიტომ არის სასარგებლო და სასურველი. სად ახდენთ რეალიზებას თქვენ ამ ქალაქის ყველა თაფლის მაღაზიაში, აბსოლუტურად. და სხვა ფუტკრის პროდუქტების რეალიზებას სად ახდენთ? აი იგივე მაღაზიებში და აი ახლა ამ პროექტის მიხედვით მე 5000 ლარიანი ვაშლის ჩამოსასხმელი აპარატი მიყიდა მთავრობამ, რაზედაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ამ ვაშლის ჩამოსასხმელ აპარატზე არა მარტო ვაშლის ჩამოსხმა შეიძლება, არამედ შეიძლება თაფლის ისა ჩამოსხმა. ესე იგი, მე შემეძლება სექტემბრიდან ჩემს ამ აპარატზე უკვე დოზირებული ჭურჭელს ჩავასხა, ესე იგი, ჩემი ნატურალური თაფლი, ასევე ვაშლის მარი და ისე გავიტანო ბაზარზე. დამწყები ფერმერები ალბათ გვიყურებენ, გვისმენენ, ან მოქმედი ფერმერებიც, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც იწყებენ სწორად ინფორმაციული შეიარაღება მათთვის და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან, აი თქვენ რას ურჩევთ? პირველი ის, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ მოვლის დროს, დაავადებების დროს, აი არ მიცენ პრეპარატები, აი ეს პრეპარატები ზედმეტად, რაც რითიც უკვე ჩვენი თაფლი დაწონებული იქნა საზღვარგარეთ, არა მარტო ჩვენ საზღვარგარეთ, ჩვენთვისაც უსარგებლოა ის თაფლი ზედმეტად მიღებული ხალხი იმიტებით უკვე ეს თაფლი დაბინძურებულია. ახლა ჩვენ შევხვდრია ესეთი შემთხვევები, როდესაც მეფუტკრე ფერმერები სამედიცინო დანიშნულებით ჩვეულებრივ ადამიანებისთვის მისაღებ ანტიბიოტიკებსაც იყენებენ მეფუტკრეობაში და საკმაოდ ცუდი შედეგები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი გადადის მე ამ საუკეთესო ხარისხის თაფლის მაგივრად ვიღებთ უკვე დაბინძურებულ თაფლს. როცა შეგვიძლია ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და ისეთი გარემოა ჩვენთან, რომ შეგვიძლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება. სად უნდა მიიღოს დღეს ფერმერმა ის რეკომენდაციები, თუნდაც იგივე როგორც ჩვენ ვიცით, პრობლემაა ვეტერინარებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მეფუტკრეობის დარგში. თუნდაც ჩემი პირობებით, აი 20-25 წლის წინ არსებობდა კვლევითი ცენტრები, არსებობდა ლაბორატორიები, არსებობდა სასწავლო დაწესებულებები, სადაც მე პირადად მივიღე განათლება და აი თუ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, აი ამ კუთხით განავითარონ ეს პროფესია,
ამაზე უკეთესი არაფერი არ იქნება. მე პირადად ვცდილობ, რომ ჩემს სოფელში ვინც კი ახალგაზრდა და სურვილი აქვს ფუტკრის სწავლისა რა, მეფუტკრეობის ამ დარგისისა, მე ყველას ვეხმარები. მარტო ჩემს სოფელში კი არ, გვერდით სოფლებში დავდივარ, როგორც ვიღაცამ რაღაცა ისწავლოს და გააკეთოს. იმიტომ დღეს ხანო მე ვნახე თქვენთან ოჯახში, რომ მთელი ოჯახი ჩართული ხართ ახალგაზრდები, რომლებმაც მთელი თავიანთი ძალისხმევა, ცოდნა, ენერგია მიმართეს ამ დარგისკენ. სასურველია, აი ერთ ადგილზე არ ყავდეთ ფუტკარი, მომთაბარეობა ფუტკრისთვის აუცილებელიც არის, სასურველი კი არა, აუცილებელიც არის, რომ არა მარტო თაფლის რაოდენობის გაზრდით, არამედ თვითონ ფუტკარი ძლიერდება და ძლიერი ფუტკარი რომ შეყვება ზამთარს უკვე გაზაფხულზე შენ პრობლემები ნაკლები გაქვს, დაავადების მხრიდანაც და ძალიან ბევრი რამის მხრიდანაც. თუ ძლიერია ფუტკარი. ალბათ ფერმერებს მაინც აინტერესებთ გარკვეული დანახარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რა გიჯდებათ 1 კილო თაფლი და როგორია სარეალიზაციო და რა მოგების მარჟაზე მუშაობთ ძირითადად ფერმერები. ეხლა პირადად ჩემი საფუტკრიდან ფუტკრისგან გამომდინარე 1 კილოგრამი თაფლი დაახლოებით ხარჯი მაქვს 1 კილოგრამზე დაახლოებით 5-6 ლარი, მაგრამ მე ჩემს თაფლს 1 კილოგრამს დაახლოებით ყიდი 15-16 ლარში. აქედან გამომდინარე მოგება ორმაგია, ხო? ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ხარისხი არ გავაფუჭოთ. ყველა ფერმერს, ყველა მეფუტკრისთვის აი ეს არის ჩემი პირველი თხოვნა. ნუ გავაფუჭებთ იმ უძვირფასესი ბუნებიდან მიღებულ თაფლის ხარისხს აი ამ შხამქიმიკატებით. ამ ისა რა ქვია ანტიბიოტიკები და 1000 რაღაცეებით. ყველაფერს აქვს თავის ზომა. თუ არ იცი, იკითხე და გასწავლიან. წაიკითხე, უამრავი ლიტერატურა არსებობს. რამდენად განაპირობებს თაფლის ხარისხს ადგილმდებარეობა? და როგორი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა? აი თქვენ როგორ უჩვენებთ, როგორ უნდა მოაწყოს? აი მაგალითად, ჩემი სოფელი არის ძალიან სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა ისა სოფელია. აი ჩემთან მიღებული თაფლი ყოველთვის მოწონებული ყოფილა. აი ვისაც კი გაუშინდია, ვისაც უყიდია, ვისთვისაც მიჩუქნია, ყველა გაოცებულია და ასურეთში რა კარგი თაფლია. ანუ საკვები ბაზა გაქვთ კარგი და თქვა მცენარეები, ყვავილები, მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, ძალიან ისა აკაციიდან რომ დაიწყება ცაცხვიც არის, ძალიან ბევრი ისეთი მცენარეა, რომლითაც საუკეთესო ხარისხის თაფლი მოდის და შემდეგ მიმყავს ალპურ ზონაში. ეს არის თეთრი წყაროს ზემოთ მენკალისი, ალექსევკა, ესეთი სოფლები, რომელიც ძალიან ისეთია, ისიც ზე აი არაჩვეულებრივი ის არის, იქ არის უამრავი მცენარე, უამრავი თაფლის მომცემი მცენარე, რომლითაც საუკეთესო ხარისხის თაფლი მიიღება. მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის განათლებას და ჩართვას ამ დარგში. ჩემი პირველი ისაა, რომ აი რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დავაყვალიანო, მივცე რაღაც ცოდნა, დავეხმარო პრაქტიკულადაც და შეისწავლონ და გაამრავლონ ფუტკარი, რადგანაც ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდ ხელშეწყობას აკეთებს მეფუტკრეების მიმართ. აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებული უნდა იყოს აი ამ სფეროთი. როგორც დაგპირდით, გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად გვყავს ქალბატონი თამარ ბოსტაშვილი, მომავლის ფერმერის კონსულტანტი, ბიოტექნოლოგი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ემსახურება ამ დარგს და საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა. მოგესალმებით ქალბატონო თამარ. პირველ რიგში იქნებ ფუტკრის პროდუქტების უნიკალობაზე და სასარგებლო თვისებებზე გვესაუბროთ და ზოგადად მეფუტკრეობის დარგი მიმოვიხილოთ, რამდენად მნიშვნელოვანი დარგია ჩვენთვის და საინტერესო. დიახ. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. ქართული ფუტკარი გამოირჩევა თავისი უნიკალური თვისებებით. ქართული ფუტკარი ისეთი თაფლოვანი მცენარეებიდან ახერხებს ნექტრის აღებას, რომელსაც სხვა ჯიშის ფუტკრები ვერ ახერხებენ. ფუტკარს აქვს 6 სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლიდან მნიშვნელოვანი არის თაფლი, არანაკლები მნიშვნელობა აქვს დინდგელს, ანუ პროპოლის, ფუტკრის სადედე რძეს, ფუტკრის შხამს, ცვილს, ყვავილის
მტვერს. თაფლი გარდა თაფლის სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია მისი სამკურნალო თვისებები. მედიცინაში გამოიყენება აქტუალურად. თაფლი არის მონოფლორული და არის პოლიფლორული თაფლი. ამის განსაზღვრა შესაძლებელია ბოტანიკური ანალიზით. მონოფლორულად ითვლება თაფლი, რომელიც მიღებულია ერთი სახის თაფლოვანი მცენარეებიდან, ისეთი როგორიც არის აკაცია, ცაცხვი, წაბლი, ხოლო პოლიფლორულად ითვლება ის თაფლი, რომელიც მიღებულია სხვადასხვა თაფლოვანი მცენარეებიდან. მნიშვნელოვანი არის ერთი წუთით სანამ გავაგრძელებთ, აქ ძალიან საინტერესო დეტალი გამახსენდა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევროკავშირის ბაზარზე შესაძლოა აღმოჩნდეს მხოლოდ ისეთი თაფლი, რომელიც იქნება მონოფლორული. ანუ ამ შემთხვევაში ერთი მცენარიდან მიღებული. რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენ ქვეყანაში რო იყოს? საერთოდ მონოფლორულად ითვლება თაფლი მხოლოდ ერთი მცენარიდან არ არის აღებული, 50%-ზე მეტი უნდა იყოს ამ თაფლში ერთ-ერთი მცენარის შემცველობა, თუმცა ამ მცენარაში ვთქვათ, თუ ყურადღებას მივაქცევთ აკაციის თაფლს, გარდა აკაციიდან მიღებული ნექტრისა, ამ აკაციის თაფლში არის სხვა თაფლოვანი მცენარეები, უბრალოდ პროცენტულად 50%-ს უნდა აღემატებოდეს აქ აკაციიდან. არის შესაძლებლობა, რომ დაიცვან აი ესეთი ჩვენთან იძლევა ჩვენი საკვები ბაზა ჩვენი საკვები ბაზა სამწუხაროდ საქართველოში საკვები თაფლოვანი მცენარეების მხრივ საკვები ბაზა დღითი დღე მცირდება ხე-ტყის გაჩეხასთან დაკავშირებით, ამიტომაც თითქმის შეუძლებელია მხოლოდ ერთი სახის თუნდაც აკაციის, ან წაბლის, ან ცაცხვის თაფლის მიღება სუფთა სახით 100%-ით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ თაფლი მონოფლორულად ითვლება, თუ მხოლოდ 50%-ზე პროცენტულად მეტად შეიცავს მხოლოდ ერთი სახის თაფლოვანი მცენარიდან არის მიღებული. თქვენ ყოველდღურად გიწევთ შეხება ფერმერებთან. ძირითადად რა პრობლემებს აწდებიან ფერმერები ყოველდღიურობაში და იგივე რამდენად არის დღეს მზადყოფნა, რომ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი თაფლი გავიდეს და რა პრობლემებს ვაწყდებით ამ მხრივ? დიახ, ფერმერებს აქვთ უამრავი პრობლემა ამ დარგთან დაკავშირებით. პირველი პრობლემა არის ფერმერები მეფუტკრეობას იწყებენ საწყის ეტაპზე, არ აქცევენ ყურადღებას ადგილის შერჩევას, საყურადღებოა თაფლოვანი მცენარეების რაოდენობა, სადაც გადაწყვეტილი გაქვთ მოაწყოთ თქვენი საფუტკრე. გარდა ამისა, ეს უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომში ევროპის ბაზარზე თაფლის შესვლას, თუმცა ეს არ არის მარტო საკმარისი, აუცილებელია ლაბორატორიების არსებობა, რომელშიც მოხდება პირველადი თაფლის გადამუშავება. თაფლის გადამუშავება არის აქტუალური, რადგან თაფლში, კერძოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდი რაოდენობით თაფლში არის წყლის შემცველობა. სტანდარტით მიღებულია გადამამუშავებელი, ანუ ლაბორატორიაში სადაც მოხდება შემოწმება და საწარმოები, სადაც მოხდება თაფლის პირველადი პროდუქტის თაფლის გადამუშავება, ზედმეტი წყლის აურთქლება. თაფლში მშრალი ნივთიერების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს. 80%-ზე ქვემოთ მშრალი ნივთიერების შემცველობა ნიშნავს იმას, რომ წყლის შემცველობა თაფლში არის მაღალი და 20%-ზე ზემოთ თაფლში წყლის შემცველობა უკვე გვიქმნის დიდ პრობლემას, რადგან ასეთი ტიპის თაფლს ემუქრება ამჟავება. ასეთ შემთხვევაში ხდება ზედმეტი წყლის აურთქლება თაფლიდან, რაც საოჯახო პირობებში შეუძლებელია და ამიტომ აუცილებელია გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა, ლაბორატორია, სადაც მოხდება დიაგნოსტირება ფუტკრის პროდუქტების. რამდენად იძლევა დღევანდელ არსებულ ლაბორატორია ამის შესაძლებლობას? დღევანდელ არსებულ ლაბორატორიაში დიაგნოსტირება ნამდვილად ხდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დასაწყისი, მომავალში იქნება გაცილებით პერსპექტიული ეს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლაბორატორიები იქნება გაცილებით კეთილმოწყობილი, თუნდაც დიდი პრობლემა გვექნება ეხლა თაფლში ანტიბიოტიკების განსაზღვრაზე. ჩვენი მეფუტკრეები განუსაზღვრელი რაოდენობით, განუსაზღვრელ ვადებით იყენებენ ანტიბიოტიკებს და დღესდღეობით მხოლოდ შესაძლებელია არის ლაბორატორიაში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების აღმოჩენა, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვერაფრით ვერ განსაზღვრავთ ჩვენ მეფუტკრემ რა ჯგუფის ანტიბიოტიკი გამოიყენა. გარდა ამის, ტეტრაციკლინის ჯგუფს დაახლოებით რამდენი პროცენტი იყენებს? იმიტომ რომ თქვენ გიწევთ შეხება და გეცნობთ. ძირითადად ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს იყენებენ, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით მინდა მოგცეთ რჩევა, არც ერთი ტიპის ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც თქვენ ვერ
საოჯახო პირობებში ვერც ერთი მეფუტკრე ვერ განსაზღვრავს თუ რა რაოდენობით მოიხმაროს ესა თუ ის ანტიბიოტიკი, რომელიც არ გადავა არა მარტო თაფლში, არამედ ფუტკრის ნებისმიერ პროდუქტში. ყურადღება მივაქციოთ გარდა თაფლის ანალიზებს, რომ ესე განსაზღვრად იყენებენ თქვენი ასეთ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში გავრცელებული ძირითადი დაავადებები, ისეთი როგორიც არის ვარუატოზი, ისეთი როგორიც არის აკარაპიტოზი, ისეთი როგორიც არის ნოზემატოზი, მაგრამ ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც არის ამერიკული და ევროპული სიდამპლე, ეს არის ინფექციური დაავადებები, საკმაოდ რთული დაავადებებია. ამერიკული სიდამპლე ეს არის გადაბეჭდილი ბარტყის დაავადება, ხოლო ევროპული სიდამპლე ეს არის ღია ბარტყის დაავადება. ეს ინფექციური დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც ასეთი დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში მეფუტკრე იძულებულია მიმართოს ამ გზას ანტიბიოტიკების გამოყენების, თუმცა მიმდინარეობს კვლევა და აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს სხვადასხვა ლაბორატორიებთან, რომელიც მომავალში გზას გაგვიკვალავს, იქნებ როგორმე რაიმე სახით ჩავანაცვლოთ ანტიბიოტიკები და შესაძლებლობა მივცეთ მეფუტკრეებს, თუნდაც ამ რთული დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენონ სხვა საშუალებები და არა ანტიბიოტიკები. შესაძლოა თქვათ ბიო საშუალებებიც ხო? შესაძლოა ისეთი მე ვერ დავკონკრეტდები ამ წუთში, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს, იმედია შედეგები გვექნება ძალიან მალე და ამიტომაც მეფუტკრეებს მინდა ურჩიო ამ ეტაპზე მივიღონ ანტიბიოტიკების ძალიან მცირე რაოდენობა, თუმცა ტეტრაციკლინის ჯგუფის გარდა გამოყენებული ანტიბიოტიკების აღმოჩენა იმდენად შეუძლებელია და იმდენად სურთულეს წარმოადგენს და იმდენად ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მეფუტკრეს, რომელსაც აქვს 10 და 15 ოჯახი, ერთი ანალიზის გაკეთება, რომელიც ჩდება 500 და 600 евро, ნამდვილად არ უღირს, მაგრამ ყველა მეფუტკრე ჩვენთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში აგზავნიან. როგორც ვიცი, თავად სახელმწიფოც უდგას გარკვეულწილად. დიახ, სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული. კი ბატონო, მაგრამ ნებისმიერი მეფუტკრე ითხოვს დამადასტურებელ დოკუმენტაციას საბუთს იმის თაობაზე, რომ დაამტკიცოს თაფლის ნატურალობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გვაქვს თაფლის ფალსიფიკაცია. დღემდე არ არსებობს პირდაპირი მეთოდიკა, რომელიც თაფლის ლაბორატორიული შემოწმების გარეშე პირდაპირ მიუთითებს, ვთქვათ, ექსპრესული მეთოდები, რომლებიც მიუთითებენ თაფლის ფალსიფიკაციას. რამდენად გასის ფალსიფიკაციის პრობლემა დღეს და თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში, რამდენად გვეხმარება ამ მხრივ და რამდენად მუშაობს დღეს ეს ტექნიკური რეგლამენტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დეტალს არეგულირებდა, ხო? იქ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს განსაზღვრავდა. ნამდვილად გვეხმარება, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი, არ არის ამომწურავი, იმიტომ რომ თაფლის ფალსიფიკაციის სხვადასხვა გზებს მიმართავენ მეფუტკრეები, კერძოდ პირველი გზა, როდესაც პირდაპირ შერევა არ ხდება ფუტკრის, თქვათ, თაფლში შაქრის დანამატის, მაგრამ დიდი რაოდენობით შაქრის წყალხსნარს აძლევენ ფუტკარს აქტიური ღალიანობის პერიოდში, რადგან გაზარდონ შემოსავალი, ამიტომაც ფუტკრის მიერ გადამუშავებული შაქრიანი წყალხსნარი ეს გადადის თაფლში, ეს უბრალოდ ფუტკარმა გადაამუშავა, შემდეგ ეს ჩვეულებრივ ფალსიფიკაციად ითვლება, ამიტომაც ამის აღმოჩენა, ამაზეც მიმდინარეობს კვლევები. ამას ვერ არეგულირებს ტექნიკური რეგლამენტი. ტექნიკური რეგლამენტი ამას ვერ არეგულირებს, ვერც ევროპული და ვერც რუსული სტანდარტები, რომლებითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ, პირდაპირ პასუხს ვერ ცემს თაფლის ნატურალობას, პირდაპირი მეთოდიკა, რომელსაც შეუძლიათ მეფუტკრეებმა გამოიყენონ საოჯახო პირობებში და რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, თუმცა არსებობს ექსპრესული მეთოდი, რომელიც კვლევა დასრულებულია და ხელმისაწვდომი გახდება სრულიად მალე, რომელიც მეფუტკრეებს დაეხმარება თაფლის ნატურალობის დადგენაში. თუმცა ამის ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ მაღალი სახის ფალსიფიკაცია თუ არსებობს 40%-ზე ზემოთ, ექსპრესული მეთოდი ამას მარტივად გაშიფრავს და 40%-ის ქვემოთ ვერ აღმოაჩენს, ამის შემდეგ უკვე საჭირო არის ლაბორატორიული კვლევა, რომლითაც დადგინდება თაფლის ნატურალობა, რაც ჩვენ მეფუტკრეებს დაეხმარება თაფლის რეალიზაციაში. აქედან გამომდინარე, საკმაოდ
მართლაც შორეულ პერსპექტივად გამოიყურება მაშინ ჩვენთვის ევროპული ბაზარი, ხო? თუ ეს საკითხები არ მოგვარდა. თუ ჩვენ არ გვექნა რეალურად ლაბორატორიული ხელშეწყობა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ასევე გადამამუშავებელი საწარმოები და რაც მთავარია. დღეს როგორც უკვე აღნიშნეთ შესავალში 50000-მდე ფერმერი არის, რომელიც ჩართულია ეს როგორც საოჯახო მეურნეები, აქედან ძალიან მცირე არის მსხვილი ფერმერი, ხო? მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი, დღეს ახლა დაწყებულია კოოპერატივების გზით, საკმაოდ აქტიური მუშაობა მათი გაერთიანებისთვის, რამდენად მდგრადი არიან ეს კოოპერატივები, თქვენ ყოველდღურად გიწევთ შეხება და რა სირთულებს აწყდებიან ისინი ამ ხრივ? კოოპერატივების შექმნას მე პირადად დადებითად ვაფასებ, რადგან ხდება მეფუტკრეების გაერთიანება და ჯგუფური გუნდური მუშაობა ხელშეუწყობს ამ დარგის განვითარებას, მაგრამ კოოპერატივების წარმომადგენლებიც აწყდებიან რიგ სიძნელეებს, რადგან არსებობს ვეტ-პრეპარატების დეფიციტი საქართველოს ბაზარზე და მინდა მეფუტკრეებს უთხრა, რომ ძალიან მალე არაჩვეულებრივი ფუტკრის საკვები დანამატი, უმაღლესი ხარისხის საკვები იქნება, რომელიც შეთავაზებული იქნება მეფუტკრეების მიერ, რადგან უამრავი დაავადება, ერთ-ერთი დაავადება, როგორიც არის ნოზემატოზი, იწვევს არასრულფასოვანი საკვებით ფუტკრის კვება, არასრულფასოვანი საკვებით გამოკვებული ფუტკარში სუსტდება იმუნიტეტი და შემდგომი რიგი დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომაც სამარაგო თაფლის გამოწურვის შემდეგ ურჩევ მეფუტკრეებს სამარაგო თაფლის საზამთროდ დასაზამთრებლად გაშვებულ ფუტკარს დაუტოვონ საკვები მარაგი, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი საკვების არჩევის შემთხვევაში იყვნენ ყურადღებით, რადგან არასწორად შერჩეულმა არასრულფასოვანმა საკვებმა უამრავი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ადრე გაზაფხულზე, ისეთი როგორიც არის ფუტკრის ფაყარათი, მაგალითად ნოზემატოზი, ნოზემას სპორა აღწევს საკვები პროდუქტის გზით ნაწლავებში, რის შედეგადაც ხდება შესაფერისი გარემო პირობები განვითარებისთვის, რაც ფუტკრისთვის უარყოფითად აისახება. საკვების მხრივ თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი საკვები ბაზა სულ უფრო სუსტდება. აი დღეს რას ურჩევდით ფერმერს, რომელი მხარეა უფრო ხელსაყრელი ამ ხრით ჩვენ საქართველოში, რომელი რეგიონი, რომელი რაიონი და კონკრეტულად მუნიციპალიტეტიც და ასევე ის ფერმერები, რომლებიც დაინტერესებულები არიან აწარმოონ ბიოპროდუქტები მეფუტკრეობაში, რომელი რეგიონს ურჩევდით უფრო მეტად? კონკრეტულად რომელიმე რეგიონის შერჩევა და რჩევა ძალიან რთულია, რადგან არის დასავლეთ საქართველოს მაგალითად აკაციაზე ფუტკარი ძალიან კარგად მუშაობს. შეიძლება შეარჩიოს ნებისმიერი რეგიონი, დასავლეთი, აღმოსავლეთი საქართველო, უბრალოდ შერჩევის დროს აუცილებლად გავითვალისწინოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილი და თაფლოვანი მცენარეების სიმრავლე. შეიძლება იყოს მცენარეების ძალიან უხვი რაოდენობა, მაგრამ ეს არ იყოს ნექტრის მომცემი, ანუ თაფლოვანი მცენარეები. ამიტომაც კონკრეტულად საქართველოს აქვს ის ბაზა ჯერ კიდევ, რომ თუნდ აღმოსავლეთ, დასავლეთი ან საქართველოს ნებისმიერ მხარეს მეფუტკრეობამ განვითარება ჰპოვოს უბრალოდ სწორად შერჩეული მითითებებით და რჩევებით. ანუ ინფორმაციებით. დიახ, სწორად ინფორმაციის წყარო. დიახ, ინფორმაციის წყარო ძალიან ფართოა, ხელმისაწვდომია, დიდი წვდომა აქვს მეფუტკრეებს ინტერნეტთან, თუმცა მე პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ მთავარი პრობლემა ეს არის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა გადადის შემდგომ პლანზე, თეორიული ცოდნა ეს არის საფუძველი და ძირი, მაგრამ თეორიულ განათლებას აუცილებლად უნდა ერთოდეს პრაქტიკული გამოცდილება, რაც უშუალოდ უნდა მოსცადონ ფუტკართან. თქვენ მუშაობთ მეფუტკრეებთან და ალბათ გეცოდინებათ ეს სერიოზული პრობლემა ხშირად ხდება არალეგალურად ფუტკრის პროდუქტების, მათ შორის თაფლის რეალიზება მეზობელ ქვეყნებში. რამდენად აქტუალურია დღეს ისევ ეს თემა, თუ შეხვედრიათ და თუ ხართ ამ ხრივ? მე შემხვედრია და ნამდვილად ხდება თაფლის გატანა, თუმცა არალეგალური გზით, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც მეფუტკრეს ამ დარგის განვითარებაში ვერ დაეხმარება, ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა, თუმცა არსებობს ალბათ გზები, რითიც ახერხებენ საზღვრების გარეთ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ჩვენი თაფლი ევროპის ბაზარზე დიდი რაოდენობით ხდებოდეს, ამის პერსპექტივა ჯერ ნამდვილად არ არსებობს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში ყველა პირობა გვექნება იმისათვის, რომ ჩვენი თაფლი შევიდეს ევროპის დიდ ბაზარზე, რაც მეფუტკრეებისთვის ძალიან დადებითად აისახება და ამ დარგის სიყვარული გაღრმავდება და უამრავი ახალი მეფუტკრის შეძენაში და აღზრდაში დაგვეხმარება.
თქვენ ადრე აღგინიშნავთ, რომ ქართულ დედაფუტკარს გადაგვარება ემუქრება. აი რა სიტყვით ამის თაობას და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მოხდეს ჯიშობრივი გაუმჯობესება და ხომ არ ხდება საქართველოში ამ დარგში ხელოვნური განაყოფიერების სერვისის გამოყენებას? მე როდესაც მუშაობდით მეფუტკრეობის კვლევით ინსტიტუტში, მაშინ ჯერ კიდევ იყო საჯიშე მეურნეობები მუხურში, სადაც დაცული იყო ტერიტორიები, სამწუხაროდ ეხლა ნაკლებად კონტროლდება, როდესაც უამრავი მეფუტკრე სამთაბაროდ მიყავს ფუტკარი, ხდება სხვადასხვა მეფუტკრის ფუტკრის ოჯახების შერევა, რის შედეგადაც დედა ფუტკარი, რომელიც განაყოფიერდება და ანაყოფიერებს რამოდენიმე მამრი, ამის განსაზღვრა თუ რომელი მამრი განაყოფიერებს, ნაკლებად გასაკონტროლებადია, მაგრამ ხელოვნური განაყოფიერების აპარატურა არ არსებობს საქართველოში, ნამდვილად არ ხდება ხელოვნურად დედის განაყოფიერება და ეს რომ ხდებოდეს, ეს პირდაპირ დაგვეხმარებოდა ქართული ფუტკრის, მთის რუხი ფუტკრის, აი ამ უნიკალური ჯიშის შენარჩუნებაში. რამდენად არიან უფრო მეტად ახალგაზრდები ჩართულები? ხომ რაღაც ასაკობრივ მომენტს ხوار გამოკვეთდით იქიდან, აი ჩვენ მქონდა ამასინათ შემთხვევა, მებოცრეობაზე გავაკეთეთ გადაცემა და ჩვენთანაც მომავლის ფერმერში მებოცრეობით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები. მეფუტკრეობის კუთხით ამ ხრივ ხომ არ გამოყოფდით ასაკობრივი თვალსაზრისით? კი, მინდა აღნიშნო, რომ ბოლო რამოდენიმე წელია ახალგაზრდების ინტერესი გაიზარდა ამ დარგის მიმართ. აქტიურად არიან ჩართულები, გაერთიანებული არიან კოოპერატივებში და აქტიურად თანამშრომლობენ, თუმცა პლუსი ახალგაზრდა მეფუტკრეების არის ის, რომ ორიენტირება არ აქვთ მარტო ფუტკრის ერთადერთ პროდუქტზე, თაფლზე, ისინი ყურადღებას აქცევენ ფუტკრის ადედერძეს, დინგელს, ფუტკრის შხამს, რომელსაც უკვე წლების განმავლობაში იშვიათად რომ მესმოდეს რომელიმე მეფუტკრე ფუტკრის შხამის წარმოებით იყოს დაინტერესებული, რადგან მისი რეალიზაცია საკმაოდ გართულებულია. და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, დაახლოებითი ბიუჯეტი დღეს რა უნდა კონდეს, ვინც გვისმენს დაინტერესდა და არ არის ამ დარგში ჩართული, ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს ხელი რომ მოვკიდო მეფუტკრეობას, თუნდაც მცირე მასშტაბებით დავიწყოთ, რა ბიუჯეტი უნდა დასჭირდეს მას. თუ შეგვიძლიათ ესე ვთქვათ, რა ღირსერთი ოჯახი, გარკვეულწილად სკაზე რა ხელმისაწვდომი მოაქვს, ინფრასტრუქტურა როგორ მოაწყოს, ასეთი ტიპის რეკომენდაციები რომ მიცეთ და ასევე რაღაც გარკვეულ თანხებსაც რომ შევეხოთ და მცირე ბიუჯეტით წავუდგინოთ. საკუთარი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ ამ დარგთან წვდომა არ მქონდა და დავიწყე მინიმალური 1 ფუტკრის ნაყრიდან და დღეს საკმაოდ ბევრი ფუტკრის ოჯახი მყავს, ამიტომ ამ დარგის ინტერესია და სიყვარული მთავარი. საშუალოდ 1 ფუტკრის სკა 80 ლარი ღირს დღეობით. ფუტკრის ოჯახის სიძლიერიდან გამომდინარე ფასებიც შესაბამისია. მცირე ოჯახი ფუტკრის 120 ლარი ღირს, ანუ საშუალოდ დამწყებ მეფუტკრეს, რომელმაც შეიძლება 2 და 3 ოჯახი შეიძინოს, მე ურჩევ ოჯახების შეძენა, ნაყრების შეძენა მოახდინონ ადრე გაზაფხულზე, რადგან ფუტკრის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები იწყება დაახლოებით 200-300 ლარამდე, 200-დან 300 ლარამდე მერყეობს. თავარია ფუტკრის შეძენის დროს ყურადღება მიაქციოთ დაავადებებს, რადგან საქართველოს მოიცვა უამრავმა ინფექციურმა დაავადებებმა და ყურადღება მიაქციოთ ჩარჩოებზე არსებულ დაავადებებს, ისეთი როგორიც არის ასკოსფეროზი, არის რიგი დაავადებები, რომლებიც აღინიშნება ფუტკარში, არის რიგი დაავადებები, რომელიც აღინიშნება ჩარჩოზე, ამიტომ დამწყებთათვის ყიდვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ის იყოს ჯანსაღი ფუტკარი. ანუ სპეციალისტის თანხლებით თუ იყიდიან, უკეთესია, სად უნდა შეიძინო? თუ არის კონკრეტული ადგილები? კონკრეტული ადგილი, სადაც გავიგან კონსულტაციებს და კონსულტაციების შემდეგ, დიაგნოსტიკების შემდეგ ამ შეიძენენ ნამდვილად არ არსებობს. ზუსტად მინდა ვთქვა, რომ ძალიან სიმცირე გვაქვს სადიაგნოსტიკო ცენტრების, მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია სხვადასხვა რეგიონში რამოდენიმე სადიაგნოსტიკო ცენტრი არსებობდეს, რაც მეფუტკრეებს დაეხმარება ფუტკრის დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში. განუკურნებელი დაავადებები ფაქტიურად არ არსებობს, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში ნებისმიერი მარტივი დაავადება შეიძლება გახდეს ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზი.
რა სიტყვით თერმოიზოლირებული სკის გამოყენებაზე რამდენად არის დღეს მიღებული და შედეგიანი და ის თანხა რაც უნდა ჩადოს ფერმერმა რამდენად რენტაბელურია შემდეგ მისთვის? იმდენად შეზღუდული არიან ფინანსურად მეფუტკრეები, რომ ფინანსური თვალსაზრისით გადაწყვეტილებას იღებენ ძალიან გვიან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს სკები პირად პრაქტიკაში ნამდვილად არ მაქვს გამოცდილი, თუმცა აქვს დადებითი შედეგები, მაგრამ არაჩვეულებრივია სუფთა ხის მასალისაგან დამუშავებული სკები, რომელიც ხელმისაწვდომია ფინანსურადაც და ნაკლებად პრობლემებს ქმნის. მადლობას მოგიხდით სტუმრობისთვის, წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. იმედს ვიტოვებთ საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდეთ მეფუტკრეობის შესახებ. დაგვიკავშირდით, მოგწერეთ, დაგვირეკეთ. ყოველ პარასკევს 19 საათზე დაელოდეთ ფერმერის ხმას.